ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წელს აღნიშნავენ ყვარელშიც ღონისძიებები ქალაქის ცენტრში დილიდან დაიწყო ახალგაზრდობის მოედანზე საზეიმო კონცერტი გაიმართა მუზეუმის ეზოში. ილიაობის კოსტუმირებული წარმოდგენა გაიმართა ყვარელში ჩასულ სტუმრებს საშუალება ექნებათ განლაგებულ ფაცხებში კახური ტრადიციული კერძები გასინჯონ. ღონისძიების პარალელურად ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მუზეუმის ერთობლივი გამოფენა. ილია და რელიგიური ტოლერანტობა გაიხსნა, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც. მოგეხსენებათ მისი ილია მართლის ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებები ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით აქტუალურია დღემდე. აქედან გამომდინარე საფუძველი ეს გახდა და აქ შეკრება მოხდა აბსოლუტურად მუსლიმი თემის, ებრაული თემის, სომხური ეკლესიის, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიის სააგენტოსთან თანამონაწილეობდა. მადლობა მინდა გადავხადო საქართველოში არსებულ ფაქტურად ისტორიულ და ტრადიციულ რელიგიებს. ეს არის მნიშვნელოვანი იმის, რომ პირველი ქართული ყურანი მშობლიურ ენაზე ილია ჭავჭავაძემ ათარგმნა და რა თქმა უნდა თავის საქართველოში მცხოვრებ ქართველებს გაუადვილა რელიგია.